შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იყო და მაგ გარშემო იყო ოფიცრები, გენერლები, ხალხი და ჟაკედან ჩამოსული თბილისიდან. მერაბიშვილი და კეზერაშვილი. დიახ. კეზერაშვილმა რა თქვა, არ მაქო ევაკუაციის გეგმა. კავშირიც არ მქონდა, პროსტო იქ ვნახე კაცი, რომელიც არაადეკვატური იყო მე როგორც ხედავ. არაადეკვატური იყო, რას ნიშნავს? ჩემი აზრი ესეა და რა. დიახ, რას გულისხმობ? რაღაცა გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ, რა, რაღაცა ეხლა იქ მაგ დროს მგონი ერთადერთი ბრიგადა უკან წამოვიდა ცხინვალიდან, იმიტომ რომ ვერ შეიცვალეს დროულად რა, რომ ერთი ხო საღამოთი რო შევიდა, მეორე დღეს უნდა ცოტა დაისვენოს ხალხი. და რაღაცა იქ სიტუაცია ნახე რომ არ იყო ესეთი როგორ გითხრა მხარდაჭერებული არა აი პროსტო აი 7 არ იყო თავდაცვის მინისტრი მართვაში მგონი ხო ნო ესე პრობლემები რა იყო იცი იმიტომ რომ აი როგორ ქართულად როგორ გითხრა ტრეზვა რა რომ პროსტო აი ფხიზლად არის ფხიზელი და გააზრებული გადაწყვეტილებები არ იყო ესე და არაადეკვატური რას ნიშნავს აგრესიული იყო თუ გადაწყვეტილების მიღების ის ჩანდა რომ უჭირს რა რა უჭირს სწორად როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება ეს ეხლა არ იცოდა თავდაცვის მინისტრი ჩემი აზრი იყო ეხლა შეიძლება იცის მაგრამ ესე ჩანდა ჩემთვის კი ბატონო და თქვენ უთხარით რომ ხალხს ვაცალოთ გამოვიდეს იმიტომ რომ ნერვიულობდით მშვიდობიან მოსახლეობაზე ალბათ და ითხოვეთ რომ მიეცით დერეფანი რომ გამოვიდეს ხალხი და ამაზე დაგეთანხმეთ შინაგან საქმეთა არა მარტო დერეფანი პროსტო სრულად მეთქი შეაჩერეთ და ხალხი თვითონ მიხედავს ეხლა დერეფანის გაკეთება იქ ძალიან ის 3 საათში არ გააკეთებს და მაგას გამორიცხულია რა. მით უმეტეს ეხლა ბევრი ყველას რო უთხრა წამოდი აქეთ მაინც არ დაიჯერებდნენ რა იმიტომ რომ იქით მიდიოდნენ და მირბოდნენ იქით და ნაწილი ქართველებიც ვინც იქ ცხოვრობდა შეიძლება აქეთაც ბევრი წამოვიდა იმიტომ რომ ჩვენ ჯართან ერთად ბევრი ხალხი წამოვიდა მერე იმით წუნარიდან აი იყვნენ კიდე აქ მერე ჩვენ მაგათ იმ ხალხს შეხვდით ბევრი დაჟე მერე ის через ყაზბეგი გავუშვით რა მესამე დღეს ომის მესამე კი ბატონო